საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს ქართული ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას. უახლოეს დღეებში ქართული ოცნება აპირებს დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რომლის ძალითაც საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე აეკრძალებათ მხარდაჭერის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის. დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული, ადამიანების დაცვის ერთადერთ საშუალებას სამოქალაქო სოლიდარობა და აქტიურობა წარმოადგენს. აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას. ქართული ოცნების ეს ინიციატივა არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის დახმარების სისტემის განადგურების სტრატეგიის გაგრძელება. იმ პირობებში, როდესაც რუსული კანონების მიღების, დევნის, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდების დაყადაღების მიუხედავად ამ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს. ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს საქართველოს ჩაკეტილ, იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცევას, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს პარტია ქართული ოცნების ტოტალიტარული სტილის კონტროლს და გამოირიცხოს საზოგადოებისათვის საჭირო თანადგომის მიღება საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან. ეს კანონი ასევე მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას, რომლებიც ქართულ ხალხს აწვდიან ინფორმაციას სახელმწიფო უწყებების მხრიდან ქართული ხალხის უფლებების დარღვევის, კორუფციული გარიგებების, მოხელეთა მიერ თანამდებობის პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, რაც ქართული ოცნებისთვის ძალიან ორგანული პრაქტიკა გახდა. არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს ქართულ ხალხს ჩამოაშოროს მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა და დაუცველი დატოვოს ბავშვები, ქალები, სტუდენტები, ხანდაზმულები, უკანონო პატიმრები, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულები, უკანონოდ დაჯარიმებულები, ძალადობის მსხვერპლები, შეშმ პირები, ჟურნალისტები, კულტურის, ბიზნესის და სხვა სფეროს წარმომადგენლები. უიმედოდ აქციოს თითოეული მოქალაქე, რომელიც რაიმე ფორმით საჭიროებს მიიღოს დასავლური ცივილიზაციის სიკეთე. ჩვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კვლავ მტკიცედ ვაცხადებთ, არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე წინააღმდეგობას გაუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს. ჩვენ არ დავუშვებთ ივანიშვილის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს, როდის და როგორ დაეხმარება ქართველი ხალხი ერთმანეთს და კვლავ გამოვხატავთ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის, მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დაცვის მიმართ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქართული ხალხის დევნის აქტი და ეს ამ აქტის მიღება სხვა საგანმანათლებლო ცვლილებებთან ერთად, რასაც ბოლო დროს ეს რეჟიმი ახორციელებს, მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების მთლიანად გაქრობას. ამიტომ კარგად მოგვესმოდეს და გავაანალიზოთ, რა საფრთხის წინაშე არის ჩვენი საზოგადოება და ყველანაირი გზებით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, რასაკვირველია კანონიერი გზებით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვისაუბროთ დღევანდელი აქციასთან დაკავშირებით. თქვენი ცით 9 აპრილი არის საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი. ეს არის ქართული ხალხის ბრძოლის სიმბოლო, ეს არის დღე, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. სამწუხარო ამდენი წლის მერე ვსაუბრობთ, რომ კიდევ გვიწევს ამ თავისუფლების დაცვა და იგივე შინაარსი აქვს ზუსტად 9 აპრილის მემორიალთან და პარლამენტთან დგომას და ამიტომ იცით თქვენ პატიმრის ოჯახის წევრების მხრიდან არის დაანონსებული ღამის თევა 24 საათიანი უწყვეტი პროტესტი და მინდა საზოგადოებას მოუწოდო შეუერთდეთ ამ ადამიანებს, გვერდში დაუდგეთ ერთმანეთსაც და გამოვხატოთ ამ გზით პროტესტი და ვიყოთ 9 აპრილის მემორიალთან 24 საათის განმავლობაში. მეც დავამატებ ან დავეთანხმები რა თქმა უნდა ჩემს კოლეგებს, ეს არის ქართული ხალხის დევნის აქტი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ხედავდით, როგორ ეშინოდა ქართული ხალხის სოლიდარობის ქართულ ოცნებას, ხო? მათ ეშინოდათ იმ ადამიანების, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან, მათ ეშინოდათ იმ ადამიანების, რომლებიც იცავენ დაკავებულების უფლებებს, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ უსამართლობას არ შეურიგდეთ. ჩვენ ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას გაუწევთ
ქართველი ხალხის დევნის აქტს. Რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს სოლიდარობას ეძებენ, ამ სოლიდარობას ნახავენ და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ.